intend to do business with Billy Kimber. Is there any man here named Shelby? I'm planning an expansion onto the racetracks. It would be an honor to work with you, Mr. Kimber. Nobody works with me. People work for me. Danny, you're a good man and a good soldier. Yes, Sergeant Major. Freddie Thorne is at the very top of my list. Well, cross him off. He won't be returning to the city. We're not going anywhere, Ada. We're going to stay here. We're going to marry here with our baby. I'm not afraid of Tommy Shelby. Thomas, you sell those guns to anyone who has use to them, you will hang. Dump them somewhere the police can find them. No. Thomas Shelby is now the beginning, the middle, and the end of your mission. So what shall I do? You must do everything you can to get close to him. Dig out a nice dress. I want to take you to the races. I warn you, I'll break your heart. Already broken. Cillian Murphy. Sam Neely. Helen McCrory. Dasweby. On a gathering storm comes a tall, handsome man in a dusty black coat with a red right hand. ერთი ბოთლი ვისკი და სამი ჭიქა მომეცი თუ შეიძლება. შოტლანდიური თუ ირლანდიური? ირლანდიური. გადაწყვეტე დოხზე არ წამოვიდე. თუ კაბისთვის 2 გირვანკასა და 10 შილინგს არ დამიმატებ. 3 გირვანკა ხომ მოგეცი? მაგ პიჯაკში რამდენი გადაიხადე? პიჯაკებში ფულს არ ვიხდი. უფასოდ მაძლევ. წინააღმდეგ შემთხვევაში სამკერვალო სახლი დაიწვება. ესე იგი გინდა რომ ყვავილების გამყიდველივით გამოვიყურებოდე? რა მნიშვნელობა აქვს რა მინდა? მე ხომ არ მებრანჭები. ალესილი კებები. რელიზის ავტორია geo.saitები.g. შეიძლება ცოტაც დავისხა, მისტერ შელბი. რა თქმა უნდა. ამ ბარში შემოსასვლელად სპარბრუკელ კაცს დიდი გამბედაობა სჭირდება. გარისონში ყველა მიღებულია, ვისაც ფული და კეთილი ძრახვები აქვს. მითხარით. რა საქმე გაქვთ? ეს დელიკატური საკითხია, მისტერ შელბი. გასარკვევია ვინ რა იცის. იმ ქარხანას უკავშირდება იარაღის ქარხანას. როგორც იცით, სამღებრო საამქროში ძირითადად ირლანდიელები მუშაობენ. ასეთ შინაურულ გარემოში ხმები სწრაფად ვრცელდება. ხმების ძარცვის თაობაზე. და რა მოიპარეს? იარაღი, მისტერ შელბი. თანაც დიდი რაოდენობით. და მე რა შუაში ვარ? ქარხანაში ღამის სვლაში ყველაზე დაუჯერებელი ჭორები იბადება. გამოსაცდელ სამქროში ამბობენ, რომ იარაღი ალესილმა კებებმა მოიპარეს. თქვენს ღამის სვლაში რაღაცეები ელანდებათ? შესაძლოა. შესაძლოა არა. იმას ვამბობთ, მისტერ შელბი, რომ თუ გაიგებთ და მოპარული იარაღის ადგილს ამყოფელს გვეტყვით, დიდ თანხას გადაგიხდით. ძალიან დიდს. ბევრი ფული გაქვთ? ბარავიდან წილს ვიღებთ. ვისი სახელით მელაპარაკებით? ირლანდიელი ხალხის. ირლანდიის რესპუბლიკური არმიის. მართლა? მართლა ამის დედაც. მასხარები ხომ არ გონივართ? მე რა ვიცინი?
მამა, რატომ ხარ მოწყენილი, როცა აღმოსავლეთით მზე ამოდის? რატომ ხარ მოწყენილი, როცა აღმოსავლეთით? მაგვაიერ, მოკეტე. როცა ირლანდიელების სამშობლოთი ამაყობენ, სადაც დაიბადნენ. სადაც დაიბადნენ. მაგვაიერ, ახლავე შეწყვიტე. აქ საქმეზე მოვედით. შვილო, წარსულ დღეებს ვიხსენებ. როცა შენ ხელაბიჭი ვიყავი და ირლანდიის რესპუბლიკურ არმიაში სიამაყით შევედი. Bravo. Კარგი ბიჭებო. თუ რამეს გავიგებ შეგატყობინებთ. მეგონა სიმღერის უფლება მარტო შაბათობით გქონდა. ვისკი კარგი საშუალებაა იმის გამოსავლენად თუ ვინ იტყუება და ვინ არა. ჩემს თანამემამულეებს რა უნდათ? არაფერი. სპარბუქში შავგეთში სვამენ და თავი მე ამბოხეები ჰქონიათ, რადგან ასეთი სიმღერები მოსწონთ. თანაუგრძნობ მათ? არავისთან ავუგრძნობ. ისეთი აქცენტით ლაპარაკობდნენ, გამიგურდა მათი ლაპარაკი როგორ გესმოდა. შემდეგში შემიძლია გადაგითარგმნო. გინდა ჩემთან იმუშაო. მეგონა უკვე მუშაობდი. ესე იგი თოხზე მოდიხარ. 2 გირვანკა და 10 შილინგი? 10 შილინგი. წითელი კაბა იყიდე. მის ხელსახვევს რომ მოუხდეს. ვის ხელსახვევს? ეი, და რას აკეთებ? გადავწყვეტე ამ კაბით მათ ტერიტორიაზე გამარბინა. გაგიჟდი? ხო, მათზე ისევ ბრაზობ, რომ გავგიჟდი. მიყვარხარ. მეც მიყვარხარ. თუ ჩვენ შეჩერებას ეცდებიან, უფრო გავბრაზდები. წამოდი, პრინცესა, მღვდელი გველოდება. როგორ გამოვიყურები? ანგელოს გავხარ. მოს შავი გედის შესახებ რა ვიცით? აგენტმა ინფორმაცია მომაწოდა, რომ იქ რესპუბლიკური არმიის წევრები იკრიბებიან. იქ უბრალოდ ლოთები იკრიბებიან და მღერიან, სერ. რესპუბლიკური არმია მათ ახლოს არ გაიკარებს. მაგრამ ორ მათგანს იარაღის შეძენა უნდა. სახელები იცით? შენს ნაცვლად ყველაფერი იმ ქალმა ხომ არ უნდა გააკეთოს? ქალმა, სერ? ერთი აგენტი ქალი უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე თქვენ, ძლიერი მამაკაცები. ჩვეულებრივი პოლიციელები ვართ, სერ, და არა ჯაშუშები. მაშინ მოქმედებთ, როცა დანაშაული ხდება. შემიძლია შავგეთში ჩემი თანამშრომლები გავგზავნო, რომ ხალხი დაკითხონ. და ყველა დააბრთხონ, არა? ცუდი ტაქტიკაა, სერჟანტო. მაპატიეთ, ჩემი ტაქტიკა საფრანგეთის ომში მიღებული გამოცდილების შედეგია. ძლიერი მამაკაცების უმრავლესობა საფრანგეთში მსახურობდა, სერ. ჩემს სამშობლოს ყოველდღე ვემსახურები. თავისუფალი ხართ, სერჟანტო.
მომწდი თავიდან. გაები მახეში. ვინ ხარ? პოლიციელი? თუ პროტესტანტი ბოზი. მეცნობი. სადღაც გნახე. გარისონში მუშაობ. წამოდი. ირლანდიის თავისუფალ სახელმწიფოში დაკითხვაზე უნდა წაგიყვანო. შეიძლება? შეიარაღებული ხარ? არა. მაშინ გეტყვი. ეიდამ და ფრედი თორნმა დღეს ჯვარი დაიწერეს. შენს ბრძანებას არ დაემორჩილნენ და ქალაქში დარჩნენ. მე მივხედავ. თომას. მე მივხედავ. სად არიან? ფრედის მეგობართან იმალებიან. რატომ გაინტერესებს? მინდა ყვავილები გაუგზავნო, შენ რა იფიქრე? თუ ასე ცუდი აქვს რომ დარჩნენ. პირობა დავდე რომ ფრედი აქედან წავა. ვის დაპირდი? იმ პოლიციელს ვუთხარი რომ ფრედი არ დაბრუნდებოდა. ეს ჩვენი შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო. რომელი შეთანხმების? ოჯახის წევრებს რატომ არ შეგვეკითხე? კრება რატომ არ მოიწვიე? ნება მომეცი ეიდასა და ფრედის მოველაპარაკო და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება. ღმერთმა იცის რომ ომი აღარ გინდა. ფრედის ვუთხარი ქალაქიდან წავიდეს, პოლი. თორემ მე თვითონ გავუსწორდები. მსხვერპლი შავგეთში სვამდა, სერ. იმ ბარში თქვენ რომ მითხარით. მეზობელმა თქვა რომ იმ ქუჩიდან ახალგაზრდა ქალი გამოდიოდა, სადაც გვამი იპოვეს. ქალი, სერ. მაინტერესებს რაიმე კავშირში ხომ არ არის? კავშირი რასთან, სერჟანტო მოს? თქვით რომ ქალი ჯაშუში გყავთ. მაინტერესებს ახლა ასეთი წესია? ხალხის ხოცვა. როგორც ბელფასტში ხდებოდა. რესპუბლიკური არმიის რიგებში განხეთქილებაა და ვინმე თავისიანი მოკლავდა. სულ ეს არის, სერჟანტო. და მათ ჯაშუშებს ნუ ეძახით. აგენტები არიან. აგენტები, დიახ, სერ.
What the bloody ამას აქ რა უნდა? 200 გირვანკა, ფრედი. რისთვის? ჩვენთვის. თაფლობისთვისთვის, რომელიც არასოდეს დამთავრდება. საიდან ეს ფული? ოჯახის ბიუჯეტიდან. დაჩაგრული ხალხის და ქვრივების ჯიბეებიდან. დაფიქრდი, ფრედი. ტომი არ მოისვენებს. ასე დროში ოჯახში კომუნისტის შემოშვება საქმეს ხელს შეუშლის. ქალაქიდან უნდა წახვიდეთ. გგონია ტომი შელბის ვერ გაუმკლავდები? ვერ შეძლებ. მასთან გამკლავება მეც მიჭირს. მე კი შენზე ორჯერ ძლიერი ვარ. ქალაქში ვიყავი. კუნარდის ოფისში. 2 ბილეთი დავჭავშნე. ლივერპულიდან ნიუ-იორკში გემით წახვალთ. ამერიკა, ფრედი. იქ რევოლუცია უკვე მოხდა. შეგიძლია მშვიდად იცხოვრო. ქალბატონებო, იქნებ მაცალოთ რომ მოვიფიქრო. იქ არაფერი გასაქმებოდა. შენი მოვალეობა თვალთვალი და ინფორმაციის მოწოდება. გადავწყვიტე გამეგო საცხოვრობდა. გაგაფრთხილე რომ შენი პირადი ცხოვრება საქმეში არ ჩაგერია. მას იმიტომ გაყევი რომ არმიის წევრია. იმიტომ გავყევი რომ ვიფიქრე ინფორმაცია ექნებოდა. წესების თანახმად გარისონ ლეინიდან დაუყოვნებლი უნდა გამოგიყვანო. არა. ხოლ ჩელტენჰემში დოღია. ძალიან ბევრს იღებს შენს თავზე. ეს საომარი ოპერაციაა. თქვენი სიტყვებია. ჩემს მოვალეობას ვასრულებ. გრეის. ირლანდიელი სიკვდილი კი არა შენი უსაფრთხოება მაღელვებს. ადამიანის მკვლელობა გულზე მოქმედებს. გამოცდილებით გეუბნები. ვიცი რომ ჩვენი ოჯახები მეგობრობენ და ჩემი ამბავი გულთან ამიტომ მიგაქვთ. მაგრამ მამობრივი მზრუნველობა არ მჭირდება. ვიფიქრებ შენზე. Mr. Shelby, sir. Mr. Shell. ეს ვიჯაკი გაყიდულია, sir. დღეს დილით გაიყიდა. ვიცი. ბატონებო, ძალიან გთხოვთ აქ ნუიჭყობებთ. დამშვიდდი, მეგობრულად მოვედი. დოღისთვის თანსაცმელს ყიდულობ, ძალიან ლამაზია. საიდან იცი? ბევრი რამე ვიცი, Mr. Kimber. როგორც უკვე გითხარით, ძმებლიებსაც ვიცნობ. ვიცი რომ ჩელტენჰემში დოღზე მოვლენ. ესე იგი ფიცხი ქალებისა და ზოზინაწყენების გამო ბევრ ფულს დაკარგავენ. არა. პოლიცieლებთან ერთად მოვლენ და თქვენს ბუკმეკერებს დააპატიმრებენ. გონი ემათ ვერ გაუმკლავდები? უბრალოდ მეგობრულად გაგაფრთხილეთ. მეტი არაფერი. ჩელტენჰემში შევხვდებით. ჩემი ლოჟიდან ხელს დაგიქნევ. თუ დოღზე მოხვალ, ის ლამაზი ბარმენი გოგო წამოიყვანე. უკვე დაუპატიჟე. ამხანაგებო. როგორც იცით, ახლა ასეთი უბრალო შეკრებებიც საკრძალულია. მთავარმა ინსპექტორმა კემპბელმა სამზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა. ხოდა? კანონი რომ არ დავარღვიოთ, სამ-სამნი დადექით. გაიგონეთ ბიჭებო? ადრე ამ ზარით სამუშაოდ მიერეკებოდნენ. ახლა კი უნდათ რომ დაგვარბიონ. ამიტომ სანამ პოლიციელები მოსულან, ხელი აწიეთ, ვინც გაფიცვის მომხრეა. ხო.
ახლა კი დავიშალოთ და ჩემი სიტყვები თქვენ სახლობლებს გადაეცით. ერთად თუ ვიდგებით, ვერ დაგვამარცხებენ. ხო, მართალია. მართალია. ტომი. რა ხდება? პოლიციამ ფაბრიკაში რეიდი მოაწყო. ფრედი თორნი ხომ არ დაბრუნდა და იდასთან ცხოვრობს. გონია ბირმინგემში იმ ქალის პოვნა გაუჭირდებოდა, ვისაც მაღალქოსლიანი ფერსაცმელი აწვია. ახლა კომუნისტებთანაა, ამ ქალაქში ყველგან სოროები გაიკეთეს. მაინტერესებს სად არის. ტომი, არტურსაც უნდა დაელაპარაკო. არტურსა დაემართა. ისევ ომის სინდრომი დაეწყო. რელიზის ავტორია geo.saitები.g. ხალხი ისეთ რამეებს მეკითხება, რაზეც პასუხი არ მაქვს. მართალია, რომ ეიდა გათხოვდა. პასუხობა არ ვიცი. სად ცხოვრობს? არ ვიცი. არტურ. შავგეთთან ირლანდიელი ვინ მოკლა? შეკითხები. რომელი ირლანდიელი? ამბობენ, რომ ქარხნიდან იარაღი თქვენ ალესილმა კეპებმა მოიპარეთ. მე ვპასუხობ, რომელი იარაღი? რომელი იარაღი, ტომი? დაკითხვაზეც ემის შემდეგ დასვენება გჭირდება, არტურ. რომელი იარაღი, ტომი? არტურ, თქმას ვაპირებდი. აპირებდი, არა? არტურ, მომისმინე. ბოლო წლებში ბევრი გასაჭირი გადაიტანე. ღმერთი ხომ ხედავს. ცოტა დასვენება გჭირდება. გაგვიმართლა. ძალიან გაგვიმართლა. ეს შანსი პირდაპირ ხელებში ჩაგვივარდა. ახლა მარტო ის უნდა იცოდე, რომ იარაღი ჩვენ გვაქვს. ჩვენ კი არა ისინი არიან ცუდ დღეში. გესმის? წამოდი. შენთვის საჩუქარი მაქვს. წამოდი. საჩუქარი? აქ ქალს ვერ ხედავ. რაზე უცნობობდი, არტურ? საფრანგეთში ამბობდი. ინგლისში რომ დავბრუნდებით, მინდა საკუთარი ბარი მქონდესო. აი ისიც. გაგიჟებულ ხარ. გაგიჟებულ ხარ, ტომი. და რა ღირს ეს ბარი? ჩვენთვის ყველაფერი ფასდაკლებითაა, არტურ. ბოლო დროს ბევრ ფულს შოულობთ. კანონიერი ბიზნესი გვჭირდება, რომ ფული ვატრიალოთ. ხო, მაგრამ ბარის მართვა არ ვიცი. სიცოცხლის 2/3 ბარებში გაქვს გატარებული. ოღონდ ამჯერად დალევის ნაცვლად სასმელს ჩამოასხამ. დალევასაც ხომ შევძლებ? შენი ბარია, რაც გინდა გააკეთე. მაპატიეთ, ბატონებო. ვერ დაგინახეთ, რომ შემოხვედით. რა მოგართვათ?
წყეული ბავშვები. მეორე საბურავის გახვრეტეს. მისტერ კემბერლი განმარტებას ელის. დღეს ერთმა მეამბოხემ ქარხნის მუშებს გაფიცვა აიძულა. ფრედი თორნი იყო. ხომ დაპირდი, რომ აღარ დაბრუნდებოდა. ვიცი, რომ ქალაქშია. მაგ საქმეზე ვმუშაობ. ინსპექტორ კემბელს ეგონა, რომ საკუთარ ტერიტორიას აკონტროლებდი. ჰა. მაგ საქმეზე ვმუშაობ მეთქი. გავიგე, რომ ფრედმა შენი და შეირთო. ესე იგი დანათესავდით? დარწმუნებული ვარ შობას მოუთმენლადელი. ფრედი თორნი მოგვიყვანე. თორემ შენს დასას დავაპატიმრებთ როგორც თანამსწრაფველს. არეულობის შექმნისთვის 4 წლიანი პატიმრობა ელის. თუ დაგვეჯერინებ, შენი და თავისუფალი იქნება. მშვიდობიან ღამეს გისურვებ, ტომ. ფრედი თორნი არ გინახავს? არა. ტომი? ფრედი უნდა მოვძებნო. ჯერ ეს დალია. არა, ორივე უნდა მოვძებნო, ერთმანეთს დახოცავენ. მოიცადე, ვინ ვის მოკლავს. უნდა დაგელაპარაკო. პირდაპირ მითხარი, რა გინდა ფრედი? მინდა გითხრა, რომ ასე არაფერი გამოვა. პოლი მოიფიქრა. ეს მან მომცა. პოლი ალბათ აჩქარდა. ან ნასვა მიიღო. შენს პირდაპირობას ვაპასებ. ახლა კი თუ სროლას არაპირებ. არ დამიმთავრებია. დაჯექი. 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 იარაღზე მითხარი. გახსოვს ბავშვობაში მდინარეში რომ ხვდებოდით და მეორე ნაპირზე რომ გავდიოდით. საქმეზე ვილაპარაკე. როგორ ფიქრობ, კიდევ შევძლებთ? ეიდა იმიტომ დააურსულე, რომ შელბია. იფიქრე, რომ მასე ხალხში გამოხვიდოდი. შენი საქმეების გამო ჩემი დის ცხოვრების დანგრევის უფლებას არ მოგცემ. ღმერთო. მართლა ასე ფიქრობ? მიყვარს ტომი. ის 9 წლის იყო, მე კი 12-ის როცა შემიყვარდა. მასაც უყვარ ვარ. გაგიგია სიტყვა, სიყვარული. თქვენი ქორწინება განწირულია. ფრედიმ შენი ფული არ აიღო. პოლიცია ამბობს, რომ ფრედის თუ არ დავაჭერინებთ,
ეიდას დაპატიმრების ორდერსაც გასცემენ. აი თანაგზნობამ სადამდე მიგიყვანა. ამიერიდან შემებურად ვიმოქმედებთ, პოლი. თორემ რა? ფრედი. გვიახლოვდებიან. მე წინ წავა. თავს გავხტილდი. ტომი. ფრთხილად იყავი. ტომი. ღია. რიგითი მებრძოლი დაბრუნდა, სერ. თავისუფლად. აბა, ლონდონში რა ხდება? ბარში ვიყავი, წითელ ქუდას დედა ჰქვია, ირლანდიური ბარია. ბირმინგემის შესახებ ერთგაც დაველაპარაკე, მითხრა ცუდი ამბავიაო. არმიის წევრი მოუკლავთ. ბევრი მელაპარაკა, მაგრამ მარტო ის დავიმახსოვრე, რომ რესპუბლიკური არმიის მეთაურებს გონიათ, რომ ის კაცი ალესილმა კეპებმა მოკლეს. მაშინვე წამოვედი, რომ გამეფრთხილებინე. მართლა თქვენ მოკალით? არა. თუმცა ტყუილი უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე სიმართლე. მათ გადაეცე, რომ მოსალაპარაკებლად ვინმე გამოგზავნონ. უთხარი, რომ გაუგებრობა მოხდა და პრობლემებს ნამდვილად არ ვეძებთ. ისედაც საკმარისი გაქვთ, არა, ტომი? ვისკი და ოპიუმი. სუნი ვიგრძენი. ხანდახან მეც ვეწევი. ჩემს საყვარელს ვეძახი. ყველაზე ცუდი სამუშაო მოგცეს, ტომი. ჰა. ჩვენს დავთანხმდით. ზოგჯერ ეს მთელ ღამეს გრძელდება. აქ ვწევარ. და მათი ხიშტებისა და ნიშბების ხმა მესმის. თითქოს კედლებს ურტყამენ. მე ვლოცულობ, რომ მალე გათენდეს და მტერი ოთახში არ შემოიჭრას. არა, კი არ ვლოცულობ. იმედი მაქვს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მათ განთიადი ასწრებს. მაგრამ უფრო ხშირად განთიადს ნიჭბები ასწრებენ.
wings high up in the sky in my car, drifting down into the abattoir. მოვალეობას შევასრულებს სერ. The air grows heavy, listen to your breath, entwined together in this culture of death. Do you see what I see, dear? Sliding over here, let me give you a squeeze to avert this unholy evolutionary trajectory. Can you hear what I hear, babe? Does it make you feel free? Your sister is here. შენზე და ფრედიზე ძალიან ღალავდა. ცუდად გახდა, ახლა კარგადაა. მის მდგომარეობაში ნერვიულობა არ შეიძლება. ქალურად ვილაპარაკეთ. ქალებს ლაპარაკი გიყვართ. შენზე მელაპარაკა. თქვა რომ ყველაფერს გულში იმარხავ. კაცებს ლაპარაკი არ უყვართ. შენი და კარგი გოგოა მომეტონა. რთულ მდგომარეობაშია. მისი ძმა და ქმარი ერთი რაღაცისთვის იბრძვიან. კაცებმაც უნდა ილაპარაკონ. შენ გელაპარაკონ? რატომაც არა? მე ბარმენი ვარ, ეს ჩემი საქმეა. მამაკაცები ბარმენებს საკუთარ პრობლემებს უყვებიან ხოლმე. რა ვერ გაიყავით შენ და ფრედიმ? ხოლმე 9 საათზე აქ შეგხვდები. კაბა იყიდე? ხო, ვიყიდე. როგორია? რელიზის ავტორია geo.saitები.g. ზეთი გამოუცვალა და გააბრიალა. ჩელტენჰემამდე ხომ ჩაგვიყვანს კარლი? ძრავის ოსტატია, თუმცა მანქანებს დგენს ხოლმე. მანქანებს გული არ აქვთ. გარდა ელაპარაკები. შესაძლოა ტომი იქიდან გამოსაქცევი გახდეს. ლის მთელი საგვარეულო იქ იქნება. კიმბერის ხალხი, მისი პოლიციელები. იქ კანონს ისინი წარმოადგენენ ტომი. და კოკა ჩარლი. მანქანაში 4 კაცი ეტევა, თუ გინდა ცოცხალი დაბრუნდე, ხალხი უნდა წაიყვანო. მე და ერთი გოგო მივდივართ. დოღზე მარტო ჩვენ მივდივართ? დაახლოებით.
ყურადღება. მაშასე. ბოლო მითითებები სანამ საქმეზე გადავალთ. აქედან 60 მილის მოშორებით ჩელტონის იპოდრომი მდებარეობს. ჯონი, ჩვენი მისია რა არის? ლის საგვარეულო შკუა ვასწავლოთ არტო. მართალია. ლის ხალხი კანონიერ ბუკმეკერებს ფულს ართმევს. ბარებს ძარცვავს. ნაგავს ყიდის და ხალხს სასიკვდილოს სცემს. მაგრამ დღეს მათ შევაჩერებთ. კიმბერზე რა სიტყვი? მასაც ხომ იცავენ? კიმბერის ხალხი ხელიდან წავიდა. ლის ხალხი გვერდზე გახედვისთვის უხდის. კიმბერს ვაჩვენებთ საქმის კეთება როგორ უნდა. ყველაფერი აიღეთ, რისი გამოყენებაც იცით. თქვენ თქვენ მარტო მაშინ გამოიყენეთ, თუ იარაღს დაგიმიზნებენ. ეს ჩუმად უნდა გავაკეთოთ. ფულს როდის გავიყოფთ? არ გავიყოფთ. ფულს არ წამოვიღებთ. ახლა ტომის არმია ხართ. მარტო თქვენნაირებს ენდეთ. წავედით. დარწმუნებული ხარ, რომ შემოსვლის უფლება გვაქვს? დოღზე უკანა კარიდან შემოვდივარ ხოლმე. პრობლემებს ვერ იდები. იპოდრომები უკანონობის სამეფოა. წვრილ-წვრილი ქურდბაცაცები არ მიყვარს. აქეთ. ფსას არ დავდებთ? არა. თამაში იდიოტებისთვისაა. აქეთ. გაგიმართლა, რადგან ჩემს გვერდით ფულს ქარს არ გაატან. ყოველთვის მაინტერესებდა დაღის ჩაწყობა როგორ ხდება. მე საიდან უნდა ვიცოდე? კარგი, შენი ლაპარაკე. რა? დასვას უთხარი, რომ ლედი სარა დულგანი ხარ. უკაცრავად, მაპატიეთ. ლედი სარა დულგანი გონემარიდან. გზა აგებნა, როცა შენი ცხენის ყვავილი დენის მხედრის აბღვნელად წახვედი. ჩემზე თუ კითხავენ, უთხარი, რომ პრუსიელი ვარ და ინგლისურად ერთი სიტყვაც არ ვიცი. მიდი ლამაზო, შენი სამი გირვანკა დაიმსახურე. მაინც გარისონი მირჩევნია. ცეკვავ? ჯერ უნდა მთხოვენ. ლედი სარა გონემარიდან. მეცეკვებით? რობერტს, ალესილიკებები აქ არიან. ხომ გითხარით, მისტერ კიმბენ? ეს კაცი ძალიან გამბედავია. ეს ქალი კი ძალიან ლამაზი. ძარცი, დაფის ძარცი. ერთი ცალი 5 გირვანკა. სასიამოვნოა თქვენთან საქმის დაჭერა. გამარჯობა რას. როგორ მიდის საქმე? ადეკინა ბიჭვარო. გაჩერდი.
თორემ ყურს მთლიანად მოგაჭრი. ყურის გარეშე ვერაფერს მოისმენ. მისტერ კიმბერის ხალხს აღარ შეეხოთ. გასაგებია? ამიერიდან ჩვენ ვიცავთ. ეს მოპარული ფული ალესილი კეპების სახელით ამოვიღე. მარცხენა ფეხი მარჯვენაზე ძლიერი გაქვს თუ ვიპარებით? არც ერთი. იმედია სამართლებლის გამოყენება არ დაგჭირდება. არა, გადავწყვიტე უფრო წინ წავიდე და კანონიერი ბიზნესმენი გავხდე. ხმართა ჩემო, სერიოზულად? მე ყოველთვის სერიოზულად ვლაპარაკობ. იპოდრომიდან დევონ როუდამდე გვდიეს. ფული ბოლო პენსამდე დავაბრუნეთ. ლამაზი გაბაა. შეგიძლიათ ჩემს ბარში ჩაიცვა? ბიჭებს სასმელი უყიდე. ხომ არა ვინ დაშავებულა? არა, ოდნავ გავიკეთეთ. ზეოდით ლედის არა. უკაცრავად? თქვენი ფული, მისტერ კიმბერ. ძმებლიებს წავართვით და დაგებრუნეთ. სამაგიეროდ გთხოვთ მომისმინოთ. თქვენი დაცვა ცუდად მუშაობს, მისტერ კიმბერ. თქვენი ბიჭები ქრთამს იღებენ. გთავაზობთ ამიერიდან თქვენი იპოდრომების დაცვა ალესილ კეპებს მოგვანდოთ. ბევრ ფულს დაგიზოგავთ, მისტერ კიმბერ. ძალიან ბევრ ფულს. სამაგიეროდ. შემოსავლის 5% და კანონიერი ფსონების 3% გადაგვიხადეთ ყველა იპოდრომიდან. ჩრდილოეთიდან დაწყებული მდინარე სევერნით დამთავრებული. 1 წლის მერე 6%-ამდე გაზრდის პერსპექტივით, თუ კი ჩვენი მომსახურებით კმაყოფილი იქნებით. რა სიტყვით, მისტერ კიმბერ? საქმეზე ჩემს ბუღალტერს ელაპარაკე. ახლა უნდა ვიცეკვამ. თქვენმა კავალერმა მითხრა, რომ უფლება გაქვთ მეცეკვოთ. ერთდროულად რამდენი ადამიანის გამოყოფა შეგიძლიათ? ამ დროისათვის ბევრი უმუშევარია. 2 კაცი ერთ ბუკმეკერზე. ყოველ გარბენზე? ბოშებთან კარგი კავშირები გვაქვს და ვიცით თავდასხმას როდის გეგმავენ ხოლმე. გაფიცვებისა და პრობლემების პირობებში პოლიციის იმედად ვერ იქნებით. თანაც ჩვენ უფრო პატიოსნები ვართ. როგორც ჩანს შეთანხმდით. ჯერ არ დაგვიმთავრებია. მაშინ ჩემს პირობებსაც გაგაცნობ. მომისმინე. კიმბერის სახლში სადილზე მივდივართ. აქედან ნორმალში ცხოვრობს. მის ბუღალტერთან ჯერ საქმეები მაქვს მოსაგვარებელი, მანამდე კიმბერს გაყევი. მარტო მე და ის? ჰა. სანამ დავამთავრებ. თანახმახა? კიდევ სამ გირვანკას გადაგიხდი, დამატებითი დროისთვის. ბოზი გგონი ვარ? ყველანი ბოზები ვართ, გრეის. ოღონდ სხვადასხვანაირად. ქვი რომ ჩემთან მუშაობა გინდოდა, ამისათვის უფრო უნდა დაიხვეწო. მასთან 2 საათი გაატარე. თავი ნამდვილი მამაკაცი გონია და დარწმუნებულია, რომ ადვილად გაცდუნებს, როცა მოგესურვება შეგიძლია ფეხებს შორის დაარტყა. თქვენი გარიგების ნაწილი ვარ? თუ გინდა რომ ჩემი ორგანიზაციის ნაწილი გახდე, მსხვერპლი უნდა გაიღო.
მოვილაპარაკეთ. სამაგიეროდ შეგიძლია ჩემს ხელს დაელაპარაკო. მოვილაპარაკეთ. 2 საათი? ადგირვანქაზე დაგენაზლევები, რომ პირველივე საათში ჩემი გახდება. მადმოზელ? გითხრათ, რომ თქვენი გავხდები. სანამ ის ქალი მასთან არა, ასე მოილაპარაკეთ. შესაძლოა თქვენი ქალი გახბაა, მაგრამ მე არ ვარ. ქუდების სახლი მქონდა ის, რომ გავიცანი. დამოუკიდებელი ქალი ვიყავი. ეს ქუდი მე შევკერე. კარგ ქუდებს ვკერავდი. ძალიან ლამაზი ქუდია. ნამდვილად ლამაზია. მართლა მეძავია? ღმერთია მოწმე, რომ არ ვიცი ვინ არის. დოღზე ძალიან შემარცხვინა. თუ შეიძლება რეგიონად ცეკვა მასწავლე. ეს მუსიკა ძალიან ძნელია. ჩარლსტონი ჩართეთ. მაშინ ერთმანეთისგან შორს ვიდგებით. მინდა ასე ვიცეკოთ. იქ უფრო მოქნილად ცეკვავდი. ოდეს მე ასე დიდ სახლში ყოფილხარ? ამას უყურეთ. ნამდვილი კინოვარსკვლავია. სიგარეტი მინდა. ხედავ, ჭიქა დამივარდა. აიღე. შენ თვითონ აიღე. ბარმენი ხარ, იატაკზე ჭიქა დამივარდა და შენ უნდა აიღო. მინდა გიყურო ნამსხვრევებს როგორ კრებ. საკმარისია ნაბიჯვარო. შენს თავს დააბრალე. იატაკზე თუ ჭიქა დამივარდება, უნდა დაიხარო და აიღო. გასაგებია? ახლა დაიხრები და აიღებ. რა ხდება? არა სერ, არა. აქ რა საკეთებ? ჯერ 1 საათი გავიდა. მოიცადეთ. მომისმინეთ. უბრალოდ მომისმინეთ. ამის საშუალებას მოგცემდით, მაგრამ ბოლოს სინდის არ მომასვენა. გარეგნულად არაფერი ეტყობა, მაგრამ სიფილისი აქვს. ხო, სიფილისი აქვს. როდესაც მოგეწონათ ვიფიქრე, გამოვიყენებდი. მე ვიღაცამ მითხრა, რომ სიფილისი აქვს. გავიფიქრე მე რა მეთქი, მაგრამ ჩემს კეთილ ბუნებას უმადლოდეთ. ეს ქალი ბოზია. მანქანაში ჩაჯექი. მე თვითონ წავალ. ხელი ჩამომართვით და მომხდარი დავივიწყოთ. ჯერ ლედის არა ვიყავი კანამარიდან. დღის ბოლოს კი სიფილისიანი ბოზი გავხდი. უსინდისოდ მოიქეცი ჩემი თავი, რომ შესთავაზე. თუმცა მერე გადაიფიქრე. რატომ გადაიფიქრე, თომას? რეჟისორი ოტო ბათერსტი, პროდიუსერი კეიტი სვინდენი, სცენარის ავტორი სტივენ ნაითი.
ფილმს სახმოვანებდნენ მსახიობები: თეკო ჩუბინიძე, თეონა გურამიშვილი, კახა კინძურაშვილი, დავით ბეშიდაიშვილი და ზვიად დოლიძე. GTS-ზე. Where the viaduct looms like a bird of doom as it ships